გიგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება მოვლენები. ძალიან მტკივნეულია ის პროცესი, რომელსაც საზოგადოება თვალს ადევნებს, თუმცა ასევე ითქვა, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ამ მიმართულებით და არ უნდა მოხდეს მოკლედ უნივერსიტეტის დათმობა, იმიტომ რომ სწორედ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს მათი შეფასებით არის განადგურება და არა ვთქვათ სახეცვლილება, ხომ? აი, რა სიტყვით ამ სურათის გათვალისწინებით, როგორია თქვენი კომენტარი? გამარჯობა თუ პირველ ყოვლისა, მადლობა მოწვევისათვის. აქ ერთმნიშვნელოვნად არის იმისი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. ხარდია ესე რაც აკეთებენ, ახლა თქვენ თქვით რომ ეს არის შემცირებული სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეს ზუსტად ის არის. საერთოდ ის არის. არ ვიცი თუ არა, ესე იგი სოციოლოგია საბჭოთა კავშირის საერთოდ არ არსებობდა, ანუ ბოლო წლებში დაიწყო განვითარება. თუ აკრძალული იყო, ანუ საბჭოთა კავშირში ყველაფერი აკრძალული იყო, რაც ადამიანს რაღაცას გააგებიებდა საკუთარ თავზე და საკუთარ გარემოზე. აკრძალული იყო გენეტიკა, აკრძალული იყო სოციოლოგია და ასე შემდეგ. ხო და ეს არის ესეთი მცდელობა რა, ახლა ბევრი რამე შეიძლება ვილაპარაკოთ აი ამ გადაწყვეტილებების ფსიქოპათოლოგიაზე, მაგრამ ამას დავnego თავი, იმიტომ რომ ამას ახლა რაღაც თავისი ის ექნება ალბათ, თავისი დროს ექნება, მაგრამ რაც ხდება ეს ერთმნიშვნელოვნად ეს არის, რომ ხელისუფლების არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა შეზღუდოს და დაიკომპლექტებაროს განათლება. თუმცა ეს ისა დღევანდელ გარემოში ეს არის პრინციპი შეუძლებელია რა, იმიტომ რომ როდესაც ეს შეზღუდვები მუშაობდა, მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი, მაშინ არ არსებობდა სოციალური ქსელები, მაშინ სამყარო არ იყო ესე გახსნელი, ამიტომაც ერთადერთი მე ვფიქრობ, ესე იგი, რასაც გამოიწვევს აი ესეთი შეზღუდვები, ისე იქნება უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, ისე იქნება გამოსავლის ძიებები. და საბოლოო ჯამში ეს რა თქმა უნდა არ იმუშავებს, იმიტომ რომ თუ ადამიანს მაგალითად ახლა უნდა გახდეს რაღაცა გამოცდილება მიიღოს სოციოლოგიას, ის შეუძლია მოისმინოს უამრავი კურსები, რომელიც არის იმაში ხო ონლაინ დევს და ის არის განთავსებული სხვადასხვა ესე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. თვითონ რაც შეეხება იმას, აი ამ კვოტების შეზღუდვას, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ესე იგი ილიას უნივერსიტეტი და სოხუმის უნივერსიტეტი არის ძირითადად სამიზნე, იმიტომ რომ არანაირი ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი ეს არ მუშაობს იმ შეზღუდვების მიხედვით, რომელიც გამოცხადდა. როგორც აღმოჩნდა, მთავარი სამიზნე არის ილიას უნივერსიტეტი და სოხუმის უნივერსიტეტი. ეს ის არის რა. ეს ყოველთვის ამას ლაპარაკობდნენ 2013-2012 წლის მერე, რომ ილიას უნივერსიტეტი დავხურავთ, როგორც ჩანს, ახლა ისინი მათ ჩათვალეს, რომ ისინი მომაგდნენ საკმარისად, რომ ისგან დაიწყონ დახურის პროცესი. ბატონ გიგი, თქვენ ახსენეთ, რომ სამიზნეა ილიას უნივერსიტეტი. ეს პრინციპში ეს მოსაზრება არ ახალია, იმიტომ რომ წინა პერიოდებშიც ჩვენ ნახეთ გარკვეული მცდელობები, შემდეგ წინააღმდეგობა ამ პროცესზე, განცხადებები და ასე შემდეგ. ანუ რა გამოდის, რომ პოლიტიკური კონტროლის დამყარების სურვილი მოსჩანს მთავარ მიზნად ამ პროცესში? აი ამაზე რა არის თქვენი დასკვნა და ეს რამდენად შესაძლებელია, თქვათ ამის ბოლომდე მიყვანა? დღეს სხვათა შორის ნახეთ პაპუაშვილის განმარტება, პარლამენტის თავმჯდომარის, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი არის თქვენი მთავარი გამომქომაგებელი, დაფიქრდით ამაზე და ასე შემდეგ. ხო, აქაც ჩანს ნათლად, როგორ უყურებს ამ სურათს ხელისუფლება. ვიცით რა, მოიცა ესე იმას ვთქვა, ეს პოლიტიკური კონტროლი სინამდვილეში ილიას უნივერსიტეტზე იყო და იყო საკმაოდ ისეთი მძლავრი, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური კონტროლის ის მცდელობები და პროცესი დაიწყო 2013 წლიდან. მაგრამ დღეს როგორ ვითარება, ახლა ორ ფაქტს გეტყვით, ხო, ეს დავწერე კიდეც სოციალურ ქსელში. პირველი რომ ესე იგი საერთოდ სალექციო კურსს ვერ დაიწყებს უნივერსიტეტი თუ წინასწარ არ შეუთანხმა განათლების სამინისტროს და მეორე სწავლების ფორმაზეც ასევე უნდა შეუთანხმოს განათლების სამინისტროს. ეს და ასე კიდე ბევრი სხვა რამე, უამრავი პატარ-პატარა ესენია მომენტებია, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტები ფაქტიურად არა მარტო ილიას უნივერსიტეტი და არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტები, არამედ ისინიც კერძო უნივერსიტეტებიც კი ფაქტიურად მოქცეულები არიან პოლიტიკურ კონტროლს ქვეშ. ასე პოლიტიკური კონტროლი რაღაცნაირად დამყარებულია. აქ მე ვფიქრობ, უბრალოდ ეს არის არა პოლიტიკური კონტროლის სურვილი, არამედ ეს არის კონტინგენტის შემცირების სურვილი. არ ვიცი, აქ სხვა ვერსიებია. ერთი ვერსიაა, რომ დავუშვათ ეს ხალხი, რომელიც იმას იზამს ვერ ჩააბარებს ისინი სადღაც მიმართონ, სადმიმართონ გაუგებარია. რუსეთის მაგალითია, რომ დავუშვათ მათ მერე ეს ხალხი წაიყვანეს ომში, მაგრამ პირდაპირ კავშირში ეს არ არის ერთმანეთთან. მაგრამ ფაქტია, რომ ყველანაირად ხდება საბჭოთა კავშირის გარემოს აღდგენა. საბჭოთა კავშირის რა იყო გაგახსენებთ, ეხლა თქვენ ახალგაზრდა ხართ და ეხლა რა თქმა უნდა ეს არ გახსოვთ, რა იყო და როგორ იყო. ესე იგი საბჭოთა კავშირში იყო ძალიან ცოტა
ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში, ამიტომაც იყო ძალიან მაღალი დონის კორუფცია და მე ვფიქრობ, ესე იგი ერთ-ერთი ლობი აი ამის გადაწყვეტილების არის სწორედ ეს ისინი რაღაცა მახსოვრობა ამ კორუფციის შესახებ და სურვილი, რაღაცნაირად ისევ საკუთარ კეთილდღეობა ვიღაცეებმა გაიმყარონ. ეს ერთი ამბავი, მეორე ამბავია, რომ აწუხეთ მათ რა თქმა უნდა ის ამბავი, რომ ილიას უნივერსიტეტი, რომელიც ეგრეთ წოდებული სისხლიანი წლების პერიოდში არის დაარსებული, არის პირველი ქართული უნივერსიტეტი და საქართველოში პირველი უნივერსიტეტი, რეიტინგით და რეგიონში პირველი უნივერსიტეტი, მათ ამის დასვლაც უნდათ. ეს ამ შემთხვევაში, როგორც გითხარით, არის ფსიქოპათოლოგიის სფერო და ამ გადაწყვეტილების მიღებები, რა თქმა უნდა, ამ პრიზმაში გატარდებიან და შესაბამისი დასკვნები დაიდება. საბოლოო ჯამში მაინც ეს ორი რამე, ესე იგი ერთი ამბავი არის ის, რომ პოლიტიკური კონტროლის დამთავრება, მეორე ამბავი არის ის, რომ კონტინგენტის შემცირება და შესაბამისად კორუფციის გაზრდა და კორუფციის კიდევ ერთი დამატებითი, ისედაც ბევრია კორუფციული ადგილი საქართველოში და კიდევ ერთი დამატებითი იმისი გარემოს გაჩენა და საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის აი ამ ვითარების აღდგენა, როდესაც იყო ცოტა უნივერსიტეტი, როდესაც იყო ცოტა ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში, როდესაც იყო კორუფციული გარემო და როდესაც სხვადასხვა ჩვენ ვნახეთ ძალიან პატივსაცემი ადამიანის მეცნიერის, ასევე მზექალა შანიძის გამოხმაურება, რომ საბჭოთა პედინსტიტუტის ვიწრო პროფილი დღეს უკვე არ შეესაბამება ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე ამოცანებს, ხომ? ამგვარი გამოხმაურებაც არის ცნობილი. ხო, ნუ ხა ის არ არის, ხო, ნუ კარგია თუ ქალბატონი მზექალა ესე იგი საკუთარ წასულზე ვარს ამბობს, იმიტომ რომ თვითონაც იყო აი ამ დიდი კორუფციული სისტემის მონაწილე, როდესაც ქართული ენის მისაღები კომისიის თავმჯდომარე იყო წლების განმავლობაში. ნუ ძალიან კარგი თუ ეს ამაზე ვარს ამბობს, ეს ყოველ კარგია და მისასალმებელი. მაგრამ პრობლემა ახლა ის არის, რომ თანამედროვე სამყაროში ამის გაკეთება არის ძალიან ძნელი. ეხლა აი მართლა, ეხლა როდესაც საბჭოთა კავშირში მაგალითად ჩვენ არ უშვებდი ადამიანს უნივერსიტეტში, გასაგები იყო, რომ მას ესე იგი ეგზალებოდა საერთოდ ისა ყველანაირი განათლების თქმა, აი დღეს ეს როგორ არის შესაძლებელი, მე ცოტა ვერ წარმოვიდგენია. რანაირად შეიძლება ადამიანს აუგზავნო რომ მოусმინოს ლექციას, რანაირად შეიძლება რომ ადამიანს აუგზავნო, მაგრამ მიწეროს წერილი, ხო, დაუშვათ იმ იმას, ხო, იმ პროფესორს ან კვლევარს, რომელიც მას აინტერესებს და როგორც ეს ისინი პასუხობენ ამას სიხარულით, ხო? ხო, ამიტომაც საბოლოო ჯამში მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან გაუაზრებელი პროცესი, ძალიან უკიდურესად გაუაზრებელი პროცესი და საბოლოო ჯამში ეს მაინც არის რაღაცა, ესე იგი ფსიქიური ადიქცია. ესე იგი ფსიქიური ადიქცია იმაზე, რომ რაღაცნაირად საბჭოთა კავშირი დაუბრუნოთ და რაღაცნაირად ესე იგი სლენგით ვთქვათ, ვიღაცებს რაღაცები გაუსწოროთ. ბატონო გიგი, ერთი კითხვა მექნება თქვენთან, ანუ მთლად იდეალურად არ მესმის სამწუხაროდ ხმა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ შრომის ბაზართან დაკავშირებით, აი ალბათ მიაქცევდით კომენტარებს ყურადღებას, რომ შრომის ბაზრის მონაცემს ხშირად იყენებს ხელისუფლება ამა თუ იმ უნივერსიტეტის საკითხზე, ხომ? აი ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ, სხვათა შორის ვკითხულობდი ასევე ერთ-ერთი იაგო კაჭკაჭიშვილის ინტერვიუ იყო თუ არ ვცდები, რომელიც ამბობდა, რომ საუნივერსიტეტო განათლება ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად არის ქცეული და ამის ავტორი გამოდის, რომ არის სწორედ ხელისუფლება. აი ამგვარ ამ საკითხზე რისი თქმა შეგიძლიათ? ესე იგი, შრომის ბაზრის იყო, ესე იგი, ეს არის დაახლოებით მე-20 საუკუნის 70-იანი წლები, როდესაც ძალიან აქტიურად დაიწყო შრომის ბაზრის კვლევა და ცდილობდნენ, რომ ეს რაღაც განათლების მიზნები შეესაბამოთ შრომის ბაზრის კვლევასთან, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა 80-იან წლებში, რომ ეს არის სისულელე. ესე იგი, ვერანაირ შრომის ბაზრის კვლევას, ესე იგი, ვერანაირ შრომის ბაზრის კვლევა ვერ იქნება ადეკვატური ვერაძოთ, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაზე. აი, ბოლო ვინც ძალიან აქტიურად აკეთებდა ამ შრომის ბაზრის კვლევას, იყვნენ ფინელები. და ფინელები შრომის ბაზრის კვლევას აკეთებდნენ, მე მგონი წელიწადში 2-ჯერ თუ 3-ჯერ. ნუ ბოლოს ქვეს რომ ეს არის შეუძლებელი. ესე იგი, შეუძლებელია ჩვენ, ესე იგი, იმას, ესე იგი, ამ შემთხვევაში რა ხდება, ხო? ადამიანის სურვილები გამოვიკვლიოთ. იმის მიხედვით, ესე იგი, როგორ ჩდება ადამიანის სურვილები და როგორ ვითარდება, და ამიტომ სამის თავი დაანებეს და საბოლოო ჯამში, ესე იგი, გადავიდნენ იმაზე, არა შრომის ბაზარზე, არამედ მოთხოვნა მიწოდებაზე. ანუ პრინციპული განსხვავებაა, ხო, ერთი ამბავია, რომ სახელმწიფო თუ ვიღაცას შრომის ბაზარს გამოიკვლიოს და იტყვის, რომ ხო, აი მე მოვიფიქრე, რომ ესე იგი, მჭირდება გაისად 20 გალაქტაშორისი ლინგვისტი. რაღაცა არ ხუმრო, ხო, ესე იგი, მართლა როგორც გავიგე, იმაში ქუთუში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის რაღაცა ეგეთი სპეციალობა. ხო და ეს ერთი ამბავი, მეორე ამბავია, როდესაც უნივერსიტეტები ადგენენ იმას საკუთარ კონტინგენტს მოთხოვნის მიხედვით, ანუ სადაც არის დიდი კონკურსი, დიან ადგილების რაოდენობა, სადაც არის პატარა კონკურსი, გამცირების ადგილების რაოდენობა, მაგრამ თავარი აქ რა არის, რომ შრომის ბაზრის კვლევაზე უმაღლესში
ადგილების და სპეციალობის შესაბამება, ეს არის ძალიან ძველი და ძალიან მოძველებული და საერთოდ ის მეთოდი, რომელსაც არავინ აღარ მიმართავს უკვე სოფლიოში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლა ხართ 1970 წელს. როდესაც ვიღაცებს კიდე ჯერა სახელმწიფოში, რომ შრომის ბაზის მიხედვით შეგვიძლია რაღაცა ადგილები დავადგინოთ და რაღაცა პროგნოზირება გავაკეთოთ. ეს არის ბულშიტ და სისულელე. და ვინც ამას აკეთებს, ახლა მე არ მგონია, რომ ესეთი იდიოტები არიან, მე ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ ამას იყენებენ როგორც იდეოლოგიურ იმას. ხრიქს. თუ ვიღაცები დაარწმუნონ, რომ ხო აი რაღაცა გამოვიკვლიეთ და მე რაღაცა დავადგინეთ, რომ ესე იგი გვჭირდება 40 თუ 20 galaktikuri lingvisti და კიდე 10 ისა galaktikuri archeologi თუ რაღაცა ეგეთი. გარდა ამ საკითხებისა, ბატონ გიგი, აი თქვენ თუ ხედავთ აქ რაიმე ტიპის თქვათ ეკონომიკურ ფინანსური ინტერესი, იმიტომ რომ არაერთი პირი, რომელიც აკვირდება ამ პროცესს და ამაზე მათი თქმით, მათ შორის მიუთითებს თესეუსთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, ღიად არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ქონებაზე ხელისუფლების ინტერესი არის მთავარი საკითხი, რითაც ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა და ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ ახლა თუ გახსოვთ თქვენ ახლა ამაზე დაიწერა და ბევრი ლაპარაკობდა ამაზე, ცოტა ხნის წინათ მიიღეს უმაღლესი განათლების კანონში შესწორება, რომლის მიხედვითაც მთავრობა შეუძლია წესდება შეაჩეროს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების უნივერსიტეტის და დანიშნოს დროებითი რექტორი და დროებითი წარმომადგენლობის საბჭოს წევრები. ეს არის პირდაპირ ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიღებული შესწორება, იმიტომ რომ 2012 წელს ბოლო წესდება, როდესაც მიიღო ილიას უნივერსიტეტმა, იქ ეწერა, რომ ყოველგვარი რეორგანიზაცია და ყოველგვარი ცვლილება შეუძლებელია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოების თანხმობის გარეშე. ეს მხოლოდ იმიტომ ჩაიწერა იმაში უმაღლესი განათლების კანონში, რომ ხელისუფლებას როცა მოუნდება შეაჩერებს ამ წესდების მოქმედებას და თვითონ გადაწყვეტს ილიას უნივერსიტეტის ქონებას რა უკნას, იმიტომ რომ ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, რომელსაც აქვს კერძო საკუთრება. ეს რაღაცა ჩვენი რაღაცა ტიპის მიღწევა. აი ამის გამო მოხდა ესეთი ფაქტია, რა გამოვიდა, რომ ესე იგი სახელმწიფომ თქვა, რომ მე რაც არ უნდა წესდება დავუდგინო უნივერსიტეტს და ერთად დავადგინოთ ეს წესდება, მე მას როცა მინდა მაშინ გავაჩერებ. ან ფაქტიურად მე ესე იგი იმთავითობდებ კანონმდებლობაში, რომ ესე იგი ყველა წესდება, რომელსაც მივიღებ, გაჩერებადია და ფაქტიურად არ არის ლეგიტიმური. ესეთ რაღაცა გააკეთეს რა. რა თქმა უნდა, არის დიდი ინტერესი, არის ჭორები, ესე იგი გაიყიდება სიტყვაზე ჭავჭავაძის კორპუსები თუ ჩოლოყაშვილის კორპუსები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ იმაში ჯდება, აი ამ საერთო სურათში ჯდება, რომ ამ ხელისუფლების რაღაცა იმას აგენტებს აღარ აქვს უკვე ფული, საკმარის ფული აღარ აქვს და ამიტომაც ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ფული გამომიუშავონ რაღაცა ტიპის ესე იგი აი სახელმწიფო მაქინაციების რა. რა თქმა უნდა, ესე იგი მთელი ამ ამბის დიდი საფუძველი, ხო არის ხო გითხარით, არის ფსიქოპათოლოგიური საფუძვლები, არის რაღაცა რემინესცენციული საფუძვლები, ნოსტალგიები და შემდეგ, მაგრამ მთავარი საფუძველი რა თქმა უნდა ეს არის ფულის გაკეთება. შენობების გაყიდვა, ვაკის შენობების გაყიდვა, ხო თქვენს რო ხო სადღაც ესე იგი რუსთავსა და თბილისში აპირებენ რაღაცა აშენო. რა თქმა უნდა, ძირითადი ამბავი არის ესე იგი დამატებითი თანხების მოძიება და რა თქმა უნდა არანაირად ეს არ არის განათლებაზე რამენაირი ზრუნვა და კვლევა. კარგით, მადლობა, ბატონ გიგი, დაგემშვიდობებით.